საერთაშორისო ფოტოკონკურსის ილო გამარჯვებულები ცნობილია. გამარჯვებულები ორ საპრიზო კატეგორიაში გამოვლიდნენ: ქალაქის ურბანული რიტმი და პროფესია პორტრეტი. პირველი ადგილების მფლობელები პაატა ნემსიწვერიძე და ელენე კურდანიძე გახდნენ. საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2025 წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყო და 2025 წლის 25 ოქტომბერს დასრულდა. უკვე მესამედ მონაწილეობ, ერთგვარ ტრადიციადაც მეკცა ილოზე მონაწილეობა და ყოველ წელს დიდი გულისწყრით ველოდები რომ გამოცხადდეს. ანუ მხოლოდ როგორც მონაწილეობის მიღების მიზნით, არამედ იმისთვის რომ ჩამოვიდე და კიდევ ერთხელ ამ ლამაზ ქალაქს ვეწვია. შარშან სამცხაროდ ერთ-ერთი ადგილი ვერ ავიღე ესე ვთქვათ, მაგრამ ძალიან ბედნიერი და საინტერესო 3 დღე გავატარეთ ქუთაისში და წელს უკვე პირველი ადგილი ძალიან სასიამოვნო. ეს არის ზოგადად ქალაქისთვის, ჩემთვის არის ძალიან განსაკუთრებული კონკურსი. იმიტომ რომ ეს ამ ქალაქში ხდება და იმიტომ რომ მე ვარ ამ ქალაქელი და მე მიყვარს ეს ქალაქი ძალიან და ყველა ის ხელოვნების გამოვლენა რაც იქნება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაგარი იმიტომ არის ფოტოკონკურსი რომ ადამიანებს თავის პროფესიაში ეძლებათ ასპარეზი და სხვადასხვა თემაში. არიან ადამიანები რომლებიც მეც მათ შორის ხანდახან რაღაც თემებზე, პროექტებზე მუშაობთ, მაგრამ როდესაც კონკრეტული თემა იჩითება ფოტოკონკურსის ამბავში აი შენი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, ზოგადად ფოტოკონკურსი, ზოგადად ფოტოგრაფია არ გაძლევს, მაგრამ აი ფოტოკონკურსი კიდე რაღაცა ერთი ნაპერწკალია, რომ რაღაცა თემატიკა განავითარო, რაშიც შესაძლოა აქამდე არ გადაგიღია. და გადაიღო ის რაღაცები და მე ადამიანები ნახულობენ ამ შენს აფასებენ, ჩვენი მხრიდან, ფოტოგრაფების მხრიდან ზოგადად არის რჩევა, რომ ბევრი ფოტო გადაიღო. რომ მეტი თავისი თავი აღმოაჩინონ ადამიანებმა. პირველ რიგში ფოტოგრაფია არის შენი საკუთარი თავის აღმოჩენა, შენ როგორ შეგიძლია ის შეუმჩნეველი ნივთები და გარემო და ადამიანები ისე წარმოაჩინო, რაც სხვას არ შეუძლია. მოკლედ ეგ არის შენი სამყაროს აღმოსაჩენად საჭირო არის ბევრ სახელოვნებო პროდუქციაში ზოგადად მიიღოთ მონაწილეობა და ერთ-ერთი არის ფოტოკონკურსი. ჩემთვის პატივია პირადად რომ დღეს აქ შევიკრიბეთ ამ სივრცეში, ვიზიარებ ფოტოხელოვნების სიყვარულს და ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულად აღიქვამენ სამყაროს, განსხვავებულად ხედავენ ფერებს, ემოციას, სინათლეს. ზოგადად ამეთანხმებით ფოტოგრაფია არის შეჩერებული წამი და სადღაც დროის მიღმა გაჩერებული ემოცია და სწორედ ამ გაჩერებული წამების და ემოციის ზეიმია დღევანდელი დღე. ფოტოკონკურსი ილო ქუთაისში უკვე წლებია ტარდება და უკვე საერთაშორისო სახეს ატარებს. კონკურს წელს ორგანიზებას ქუთაისის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის სამსახური უწევდა. დღეს შედგა ფოტოკონკურსი ილოს მორიგი გამოშვება, კონკურსი რომელიც უკვე 18 წელია ჩვენს ქალაქში ტარდება. მიხარია რომ გამოვავლინეთ გამარჯვებულები, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პირები ორ სხვადასხვა ნომინაციაში, ეს იყო ქალაქის ურბანული რიტმი და პროფესია პორტრეტში. გამარჯვებულებს ფულა ჯილდოსთან ერთად გადაეცა მადლობის სიგელი ქალაქის მუნიციპალიტეტის მერის სახელით, ასევე შესაბამისი ქანდაკებები, როგორც ფოტოაპარატის, ასევე ილოს გამოსახულების. მიხარია რომ დღეს ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ეს დღე და გავერთიანდით ფოტოხელოვნების სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები. ვარფეროვანი იყო ნამუშევრები, საკმაო რაოდენობის და რთული იყო არჩევანის გაკეთება, მაგრამ მე დავწუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ ღირსეულმა კომისიამ ღირსეული ნამუშევრები შეარჩია და ვფიქრობ, რომ წლევანდელი ფესტივალი წარმატებით ჩატარდა. ამ ფესტივალს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს, უკვე დიდი საფუძველი აქვს, თავიდან 2007 წლიდან მოყოლებული და ვფიქრობ, რომ ესე იგი დღევანდელი დღე იყო დაგვირგვინება იმ ლამაზი ამ მთელი მარათონისა, რომელსაც ასეთი ლამაზი ნამუშევრების გამორჩევა და გამოფენა მოყვა. კონკურსი ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ხსოვნას ეძღვნება და ფოტოგრაფიის ისტორიის აღსანიშნავად ტარდება ქუთაისში.